ეს არის პროცესი, რომლის დროსაც კომპანია ქმნის ღირებულებას მომხმარებლისთვის და ამყარებს მასთან მყარ ურთიერთობას, რათა სანაცვლოდ თავადაც მიიღოს სარგებელი. ქვემოთ მოცემულია მარკეტინგის ფუნდამენტური პრინციპების სიღრმისეული მიმოხილვა. 1. მარკეტინგული მიქსი, 4P მოდელი. ეს არის კლასიკური ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს პროდუქტის ბაზარზე გატანის სტრატეგიას. პროდუქტი. რას ვთავაზობთ ბაზარს? ეს მოიცავს ხარისხს, დიზაინს, ფუნქციებს და იმ პრობლემის გადაჭრას, რომელიც მომხმარებელს აქვს. ფასი. რაღიც პროდუქტი. ფასწარმოქმნა უნდა ითვალისწინებდეს თვითღირებულებას, კონკურენტების ფასებს და მომხმარებლის მიერ აღქმულ ღირებულებას. ადგილი. სად შეუძლია მომხმარებელს პროდუქტის შეძენა? ეს ეხება დისტრიბუციის არხებს, ონლაინ მაღაზია, ფიზიკური წერტილი, საბითუმო გაყიდვები. პრომოუშენი. როგორ გაიგებს მომხმარებელი თქვენს შესახებ? აქ შედის რეკლამა, PR, სოციალური მედია და გაყიდვების სტიმულირება. 2. ეს ტიპის სტრატეგია. იმისათვის, რომ მარკეტინგი იყოს ეფექტური, საჭიროა ზუსტი ფოკუსირება. სეგმენტაცია. ბაზრის დაყოფა ჯგუფებად სხვადასხვა ნიშნით. დემოგრაფიული, გეოგრაფიული, ფსიქოგრაფიული ან ქცევითი. თარგეტირება. იმ კონკრეტული სეგმენტის შერჩევა, რომლისთვისაც თქვენი პროდუქტი ყველაზე მეტად არის განკუთვნილი. პოზიციონირება. მომხმარებლის გონებაში თქვენი ბრენდისთვის განსაკუთრებული ადგილის დამკვიდრება. მაგალითად, ყველაზე სწრაფი, ყველაზე იაფი, ყველაზე პრესტიჟული. მომხმარებლის გზა. მარკეტინგის ფუნელი. მარკეტინგი მიყვება მომხმარებელს იმ მომენტიდან, როცა მან ჯერ არაფერი იცის თქვენზე, მანამ სანამ ის ლოიალური კლიენტი გახდება. ამას ხშირად AIDA მოდელით აღწერენ. Attention. ყურადღება. ბრენდის ცნობადობის გაზრდა. Interest. დაინტერესება მომხმარებლის პროდუქტის მახასიათებლებით. Desire. სურვილი. ემოციური კავშირის დამყარება, რათა მომხმარებელს მოუნდეს პროდუქტის ფლობა. Action. ქმედება. უშუალოდ ყიდვის პროცესი. 4. SWOT ანალიზი. სანამ მარკეტინგულ კამპანიას დაიწყებთ, აუცილებელია შიდა და გარე ფაქტორების შეფასება. Strengths. ძლიერი მხარეები. რა გამოგვიდის კარგად? რა რესურსები გვაქვს? რაში გვაჯობენენ კონკურენტები? რა გვაკლია? Opportunities. შესაძლებლობები. რა ტენდენციებია ბაზარზე? რა ახალი საჭიროება გაჩნდა? Threats. საფრთხეები. რა ბარიერები არსებობს? ეკონომიკური კრიზისი, ახალი კონკურენტი. 5. ღირებულების შეთავაზება. ეს არის პასუხი კითხვაზე. რატომ უნდა ვიყიდოთ თქვენგან და არა სხვისგან? ძლიერი ღირებულების შეთავაზება არ არის მხოლოდ ლოზუნგი. ეს არის პირდაპირი ღირებულება იმ კონკრეტული სარგებლის შესახებ, რომელიც მომხმარებელი მიიღებს. მაგალითად, თუ თქვენ ყიდით smart საათებს, თქვენი ღირებულება შეიძლება იყოს არა თავად საათი, არამედ ჯანმრთელობის კონტროლი 24/7-ზე,